ჯო როგანი საბოლოოდ გამოიღვიძა. დიახ, იცით, ის უზარმაზარი პოდკასტერია, რომელსაც უყვარს რთული თემების გარშემო ყველას მოსაწონად ტრიალი და რეალურად არსად მისვა. მან გადაწყვიტა, რომ დროა რეალურად გაიგოს რა ხდება დიდ ბრიტანეთში და რატომ ინგრევა ყველაფერი. რადგან ნამდვილად ინგრევა, მეგობრებო. როცა გაქვს ისეთი ქვეყანა, როგორიც ინგლისია, რომელიც უბრალოდ უშვებს მათ მასობრივი მიგრაცია და შემდეგ უგულებელყოფ ქეოსს, რომელიც ამას მოხვება, ეს კარგი არ არის. და ეს გაძლევს ფიქრის საფუძველს, თითქოს ხომ არ უნდათ, რომ საზოგადოება იმდენად დაიშალოს, რომ მერე თქვან, აი ჩვენ ახალ კანონებს მივიღებთ, რომ დაგიცვათ. რადგან დაცვა გჭირდება. ამიტომ ყველგან მასობრივი მეთოყურეობა გაქვს, ქუჩებში მეტი პოლიცია, უფრო მეტ ადამიანს აკავებენ. და ინგლისში იცი, ხალხს სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული პოსტებისთვისაც აკავებენ. ესეთი ამბები 1000-ჯერ მომისმენია. ეს სიგიჟეა. უფრო მეტია ვიდრე ჩინეთში, უფრო მეტია ვიდრე რუსეთში, უფრო მეტია ვიდრე რუსეთსა და ჩინეთში ერთად. სიგიჟეა, რაც ხდება დიდ ბრიტანეთში. და სასიამოვნოა, რომ ჯო როგანი ბოლოს და ბოლოს აღარ აპირებს ამაზე თვალის დახუჭვას. ნახეთ, ის ჭკვიანი ბიჭია. აშკარად წარმატებულია. აშკარად იცის რაზე ლაპარაკობს. და მაინც რატომღაც ამ თემასთან დაკავშირებით ის თავს აჩვენებდა და არ აკეთებდა იმას, რაც სინამდვილეში საჭიროა. არ ამბობდა ხმამაღლა, რამდენად სიგიჟეა ის, რაც ხდება დიდ ბრიტანეთში, რადგან ეს სრულიად სიგიჟეა. კარგი ამბავი ისაა, რომ დეივ რუბენი არ ეშინია ამის ხმამაღლა თქმის. მადლობა ღმერთს მისთვის. 1000 ადამიანი წელს, 12000 გასულ წელს. და ეს იყო მაგნა კარტა. სხვა პრობლემა, რომელიც თქვენ გაქვთ აშკარად, იმიგრაციას, კულტურასა და ქუჩებში მომხდარ მკვლელობებსაც ცდება. და ვიცი, რომ ზოგიერთი მათგანი არც ისე შორსაა თქვენგან. ისიცაა, რომ თქვენ ხალხს აპატიმრებს Twitter-ის პოსტების გამო, როცა ისინი ეწინააღმდეგებიან ნარატივს. იქნება ეს ამ ისტორიებიდან რომელიმე თუ სხვა. აი, RFK Jr.'s კომენტარი იმაზე, რაც ხდება ოკეანის გაღმა. და შეხედეთ რა ხდება ახლა ინგლისში. ისეთ ხალხს აპატიმრებენ Twitter-ის პოსტების გამო. 12000 ადამიანი მხოლოდ წელს. თითქმის გაუგებარია, რამდენად ცუდად წავიდა ყველაფერი, ხო ესეა? საკითხი მხოლოდ ის არ არის, რომ მათ დაუშვეს სიგიჟე მომხდარიყო, გიჟური საზოგადოება შემოსულიყო და საკუთარი საზოგადოება დაეპყრო. მაგრამ ისინი პირდაპირ აპატიმრებენ ადამიანებს თითქოს რუსული KGB-ს დროებში ვიყოთ. მხოლოდ იმის გამო, რომ ამ ადამიანებს არ მოსწონთ, რომ მათი საზოგადოება ინგრევა, აპატიმრებენ მათ. გონი მე მითხრეს, რომ არ მაქვს უფლება დაუბრუნდე ჩემს მშობლიურ ქალაქში, რადგან შეიძლება ტერორისტად ჩამთავონ მხოლოდ იმის გამო, რომ ვამბობ, არ მომწონს ყველაფერი რაც ხდება. 12000 გასულ წელს. და აქ როგორც იცით დაიწერა მაგნა კარტა. და ეხლა იცით, ეს უბრალოდ დიქტატურაა. ხო, მათ გააუქმეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, გარდა მკვლელობის, გაუპატიურებისა და კიდევ რამდენიმე სხვა შემთხვევისა. ეხლა მხოლოდ მოსამართლეა. ასე რომ, რაც არ უნდა იყოს, თუ ეს სოციალური მედიის დარღვევაა, თუ რამეა, აღარ განგსჯიან თქვენი თანადოლებისგან შემდგარი ნაფიცი მსაჯულები. არა, შენს საქმეს განიხილავს მოსამართლე და არა ნაფიცი მსაჯულები. და ამის დიდი ნაწილი იმიგრაციის კრიტიკაა. მაგალითად, იმიგრაციის ლეგიტიმური კრიტიკა და ჩადენილი დანაშაულების ლეგიტიმური კრიტიკა და ადამიანების აღშფოთება, რაც სრულიად ნორმალურია. მაგრამ ამის ნაცვლად, იმის გაკეთების ნაცვლად, რომ რამე გააკეთონ ამ პრობლემაზე, მათ სურთ დააპატიმრონ ადამიანები იმის გამო, რომ ისინი ჩივიან. მართალია. სრულიად ნორმალურია თქვა, ჰეი, ჩვენ არ მოგწონს დანაშაული, თუ ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრობ. მაგრამ თუ დანაშაულს მთავრობა უშვებს, მაშინ იმ მთავრობას არ უნდა რომ ეს თქვა. ჰეი, უბრალოდ არ უნდათ რომ ეს თქვა. მადლობა ღმერთს რომ კია წავიდა. მაგრამ არ ვიცი, უკეთესი ადამიანი შეცვლის თუ არა მას. Andrew, რამდენიმე დღეში შენს ქვეყანაში უნდა ვიყო იმ ხელოვნების კონფერენციაზე, რომელსაც ყოველ წელს ვატარებ. ჯერ არ ვიცი წავალ თუ არა, რადგან ახლა ცოტა დაშავებული ვარ და არ ვიცი მგზავრობა ძალიან დამღლელი ხომ არ იქნება. მაგრამ, როცა შარშან იქ ვიყავი ხელოვნების კონფერენციაზე, ვივახშმე ბევრ ჩვენს მეგობართან, რომლებიც ამ გადაცემაში ყოფილან. სახელების დასახელება ამ მომენტში საჭირო არ არის. და ყველანი ვსაუბრობდით იმაზე, რომ პირველად ჩვენს ცხოვრებაში ვიყავით სხვა ქვეყანაში, სადაც გვეშინო და დაგვეწერა Twitter-ში ის, რასაც ვფიქრობდით. მახსოვს, ვფიქრობდი არ მინდა, უბრალოდ არ მინდა. პრობლემები არა იმიტომ, რომ მეგონა ამერიკელად დამაკავებდნენ იმის გამო, რომ რამე დავწერე Twitter-ში, მაგრამ არ მინდოდა საბაჟოზე შემეჩერებინათ, ან სხვა უსიამოვნებები შეექმნათ, რაც შეიძლება თავის ტკივილად გადაიქცეს. გულისხმობ, შენ ბრიტანეთის მოქალაქე ხარ. წერ Twitter-ში საკამათო საკითხებზე. ეს უნდა იყოს ისეთივე შემაშფოთებელი, როგორც სხვა რა. ხო, მე იმ ვახშამზე ვიყავი, შეიძლება გახსოვდეს. არ ვიცოდი, რომ უბრალოდ ასე იყო. არ ვიცოდი როგორ, იცი? უბრალოდ უდანაშაულოს ვიცავ აქ. კარგი. ხო, უბრალოდ იმ შემთხვევაში თუ საკმარისი შთაბეჭდილება არ მოახდინა, მაგრამ იქ ვიყავი. მაგრამ ხო, ანუ ნახე, მართლა რთულია გავიგო, რამდენად უნდა ვინერვიულო მაგალითად. არასდროს დამიკაკუნებია კარზე. მათაც იციან. ვინც არ უნდა იყოს, ამაზე ვფიქრობდი. ეს პოლიციის სათავეში მყოფი ჩრდილოვანი ფიგურაა.
თუ პოლიტიკოსია, რომელიც პოლიციას ესასაუბრება და ეუბნება, რომ აი ჯობს ამ საკითხზე უფრო მკაცრად იმოქმედოთ, რაც არ უნდა იყოს. მათ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება ჩემნაირ ადამიანთან დაკავშირებით, რადგან ეხლა მე ერთ-ერთი ყველაზე დიდი შოუ მაქვს დიდ ბრიტანეთში. ან ვიღაცა კონსტანტინთან, ან ფრენსისთან. ეს დიდი გადაწყვეტილებაა, რადგან თუ ასე მოიქცევიან, ეს ამბავი კიდევ უფრო დიდი გახდება. ეს გახდება მთავარი ამბავი გაზეთის პირველ გვერდზე, უფრო მეტადაც კი ვიდრე უკვე ხდებოდა ამ აბსურდული ისტორიებით. ასე რომ, ჩემთან კარზე არასდროს დაუკაკუნებიათ. თითქოს ოდნავ მინდა კიდეთ ხო გესმით, იმიტომ რომ ეგეთი რაღაცა რომ მოხდეს, ვითხოვდი მოიტანეთ კამერა. ასე რომ, არ ვარ აქ ისე, როგორც შეიძლება ვინმე რუსეთში შიშით იჯდეს. ხალხიც ამაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ ამჟამად სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებული საქმეების გამო უფრო მეტი დაპატიმრებაა ვიდრე რუსეთში. წარმოუდგენელია, რომ იმ დონემდე მივედით, რომ ეს ორი რამ შევადაროთ ან გავაიდიოთ. რაც მინდა თქვა არის ის, რომ მე ეჭვება რუსეთი ყველა სიტყვის თავისუფლების დარღვევას აღრიცხავდეს. ასე რომ, ბოლომდე ნამდვილად არ ვიცით. მაგრამ გულისხმობ იმას, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ვისაც ამ თემაზე ვევესაუბრე, იყო შემთხვევა, როცა ვიღაცას სრულად ერთი დღით ციხის საკანში ჩასვეს. იმიტომ რომ ვიღაცა მიჩიულა თითქოს ის სკოლელებთან ერთად WhatsApp-ის ჯგუფში იყო და სკოლას აკრიტიკებდა, არ უგინებია, არც რასისტული ენა გამოუყენებია, უბრალოდ ძალიან კრიტიკული იყო. სკოლა მიჩიულა და პოლიციის რამდენიმე თანამშრომელი მივიდა მის კართან. ის და მისი ცოლი მათი შვილის თვალწინ წაიყვანეს და დააგავეს. საშინელი რამ მოხდა, მაგრამ ის შვილი ამას არასდროს დაივიწყებს. და ისინი დიდი ხნით საკანში ჩასვეს. ასე რომ, ეს ნამდვილად შემაშფოთებელია. და სამწუხაროდ ჩვენ ავტორიტარიზმისკენ მივდივართ. არ მინდა უბრალოდ გავიმეორო თავი, მაგრამ ხშირად საუბრობ მულტიკულტურალიზმზე. ვფიქრობ, ეს ამ ყველაფრის ცენტრშია. და საბოლოოდ, თქვენ ადრე მკითხეთ, რა არის ის, რაც შეიძლება, ანუ რა უფლება აქვს პოლიციას მთავრობას მართოს სინამდვილეში, თუ მათ ეს უფლება უკვე დათმეს, ეს ძალიან რთული კითხვაა. და ვფიქრობ, ყველაზე შემაშფოთებელი ის არის, რომ ხალხი ამაზე სერიოზულად არ ფიქრობს. არა მხოლოდ მთავრობა, არამედ BBC-ც, რომელიც თითქოს სახელმწიფო მაუწყებელი. შეგიძლიათ იდეოთ, საჭიროა თუ არა სახელმწიფო მაუწყებელი, მაგრამ საბოლოოდ ის ქვეყნის კულტურას უნდა ასახავდეს. არასახავს. ყველასთვის, ვინც დაინტერესებულია გეტყვით, არასახავს. როცა კულტურა თავისი არსით მრავალფეროვანია, რაც არ უნდა ნიშნავდეს ეს მრავალს, რას გვიბრუნებს ის ჩვენ უკან. ასე რომ ის, რასაც მე და შენ და ჯეფრი შეიძლება ვამბობდეთ ან ვფიქრობდეთ და რასაც მისი აუდიტორიის უმეტესობა ფიქრობს ამ გრუმინგ ბანდებზე, აშკარად არ ემთხვევა იმას, რასაც შენ კი ფიქრობს. და ეს არ არის ის, რასაც ეხლა 5 ან 6 მილიონი მუსლიმი ფიქრობს. ეს არ ნიშნავს, რომ მუსლიმები იცი ყველა ეთანხმება ამას, რა თქმა უნდა არა. მაგრამ ჩვენ ამ ქვეყანაში გვყავს 5 ან შესაძლოა მეტი მილიონი ბევრი სხვა ეთნიკური წარმომავლობის, რომლებიც უბრალოდ არა ყველა, ნამდვილად არ გულისხმობ ყველას, მაგრამ ბევრი არ თვლის, რომ ეს დიდი პრობლემაა. ასე რომ, რას უნდა აკეთებდეს BBC? ის ასახავს ქვეყანას. ქვეყანა უფრო მუსლიმური ხდება. მუსლიმებიც თუ შევხედავთ იმ ქვეყნებს, სადაც მუსლიმები არიან და სადაც ექსტრემიზმი და რადიკალიზმი არ გვაქვს, ხედავთ საკმაოდ ავტორიტარულ ქვეყნებს, მაგალითად საემირო სახელმწიფოებს. კიდევ ერთი ადგილია ისრაელი. იქ, იცით, ქვეყნის მოსახლეობის 20% მუსლიმია. იქ ამდენი პრობლემა არ არის. პრობლემები არსებობს, მაგრამ არა იმ დონეზე, როგორც დიდ ბრიტანეთში. მაგრამ ისრაელს ძალიან მტკიცე ხელი აქვს. ამიტომ ასე თუ ისე ჩვენ გავხდებით და უკვე ხვდებით უფრო ავტორიტარული ქვეყანა სხვადასხვა მიზეზის გამო, რომელთა დიდი ნაწილი მულტიკულტურალიზმს უკავშირდება. სინამდვილეში საშინელია იმის ყურება, როგორ ინგრევა და იშლება შენი საყვარელი ქვეყანა შენს თვალწინ. გსმენიათ ისტორიის ამბები. იცით, როგორი გერმანია 1920-იან წლებში რავაც და მერე შეიცვალა. და ეხლა თითქოს ამას პირდაპირ გაერთიანებულ სამეფოში უყურებ. და ეს არის გეგმა, სცენარი იმისა, რაც ყველგან მოხდება, თუ რეალურად არ შევეწინააღმდეგებით. მადლობა ამ საკითხზე ყურადღებისთვის.